შორეულ ძელთან ჯონათან და აი აქ უკვე გავიდა გოლი. მაინც გაიტანა თავისი გოლი კინგსლი კომანმა. ჯონათან დააყოვეს უმეთვალყურეოდ ეს აშკარად დამუშავებული კომბინაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გადასულია ბაიერნში, უკვე მოასწრო აი ესეთი კარგი კომბინაციის დამუშავება ბაიერნმა. ამ ტურნირის წინ ვარჯიშებზე და კინგსლი კომანმა მეორე წრიდან თავით მაინც შეძლო გოლის გატანა და მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში გერმანიის ჩემპიონმა. რა თქმა უნდა, ასე დატოვება მარტო საჯარიმოში ალმაღალი მცველის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იდეალური კომბინაცია იყო, დარტყმად შესანიშნავი. კიდევ ერთი თავგანწირული ნახტომი ტრეისის, მაგრამ აქ უკვე მან თავის გუნდს ვერ უშოვა და არასახავს 0-0 ეს ანგარიში იმას რაც ხდებოდა მოედანზე, თავისუფლად შეიძლებოდა 3-4 გოლი ეხილა მაყურებელს ამასობაში, აქ უკვე მეორე გოლი ეხილა მაყურებელმა. მე შევაქე საშა ბოი მისი აქტიურობისთვის და აგერ ეს აქტიურობა მან დააგვირგვინა მეორე გოლით საჯარიმოში მიიღო ბურთი და ორამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. მონდომება აი ამ ფრანგი განაპირა მცველისა გასაგებია, მას არ ქონდა დიდი სათამაშო დრო გასულ სეზონში და აი ახლა უნდა რომ კომპანიის დაუმტკიცოს ზელანდიური კლუბი. მიულერი თამაშობს ბრწყინვალედ, კეინი ვერ დაარტყა, მაგრამ იქვე ოლისე და მესამე ფრანგული გოლი დღევანდელ შეხვედრაში. ძალიან მალე უკვე არ არის თამაშგარი მდგომარეობა ჩემპიონატზე ყველა მონაწილეს შორის და არ გვიყვის მისია ესეთი თამაში, შეიძლება საბოლოოდ მოიშალოს ზელანდიური გუნდი 4-0. ახლა გოლი პლუს პასი უკვე აქვს ოლისესაც. მან გაუკეთა ეს გადაცემა კინგსლი კომანს. ჩაწოდება და აგერ მეხუთე გოლიც, რომელიც წიფდებოდა, თამათ თქვა და თომას მიულერმა შეაგდო ეს გოლი. 5-0. ორას 59 გოლი ბაიერნის მაისურით თომას მიულერს. იყო თუ არა თამაშგარი, ნახოთ არანაირი თამაშგარი მდგომარეობა. კომანი შევიდა ცენტრისკენ, ბოი ოლისე ოლისეს მოჭრილი დარტყმა და 6-0. 2+2 აქვს უკვე ფრანგარენებს. ოლისე დაგვიანა ნახტომი ტრეისიმ რა თქმა უნდა. მუსიალა დაარტყა 7-0. 7-0, 22 წუთი დასჭირდა ბაიერს იმისთვის რომ გაიტანა მე-7 გოლი და ჯამალ მუსიალამ აღნიშნა გოლით მოედანზე შემოსვლა. მუსიალამ შესვლაზე გამოსვლის შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიში გახდა 8-0 ბაიერნის სასარგებლოდ. ესეც მე-9 გოლი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ მნიშვნელოვანი ალა მიუხედავად ბაიერნი ესე მოულოდნელად შეიქმნა კიდევ ერთი მომენტი და მუსიალა, რომელიც გამოვიდა შესვლაზე, ჰეტ-ტრიკის ავტორი ხდება. 29 დარტყმა, მე-16 ზუსტი, მე-9 გოლი. ძალიან სულად თამაშობს აქ ტრეისი, რა თქმა უნდა, აჩუქა ახლა მუსიალას ეს გოლი. კარგად გათამაშებული კედელი, აზნუს დარტყმა მოიგერია. კიდევ ერთი დარტყმა და ესეც 10-0 და მიულერის დუბლი. დანდობა თუ წავიდა თამაში. არ არის თამაშგარი მდგომარეობა.
აქ გადასულიც არ იყო და გნაბრენ ჩაიწერა საგოლე გადაცემა აქტოში. მიულერის დუბლი.